14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. მისი აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის გაყრის დადგმის თარიღს უკავშირდება. ქართული თეატრის ისტორია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ამაზე მიუთითებს უფლის ციხეში შემორჩენილი სათეატრო ნაგებობაც. დღეისათვის კი ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო კერძო მუსიკალური თოჯინებისა და მარიონეტების თეატრია. მათ შორის არის თელავის სახელმწიფო თეატრი, რომლის ერთ-ერთი დამსახურებული არტისტი ვანო იანთბელიძე დღეს იუბილარია. თეატრი ჩემთვის როგორ გითხრათ, აბა ყველაფერი ალბათ. ესე იგი, მე თეატრში მოვედი, კინოში უფრო ადრე მოვედი, მაგრამ თეატრში მოვედი, თელავის თეატრში მოვედი, თორე ინსტიტუტში რაღაც 21 წლის ვიყავი. იქიდან მოყოლებული მთელი ჩემი ცხოვრება, თუ გადაღებები, თუ გასტროლები, თუ ისა, ყველაფერი მოხდა თელავის თეატრის მეშვეობით. მე 60-მდე ფილმი ვარ გადაღებული და არ არის პრემია, პრიზი, კურგმიდან დაწყებული ბარჯანიშვილები და ნუ ყველა არ არის პრემია და პრიზი მიაღებული არ მქონდეს თელავის თეატრში. გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ქართული თეატრის დღეს და ქართული დროშის დღეს, ძველიათ ახალ წელიწადს, თუმანიშვილის თეატრის გახსნის დღეს და ბევრი ისინია, რა ქვია, მოვლენები ერთად დღევანდელ დღეს და გაიხარეთ.